რა ვიცი ძალიან ისე მე მგონი ბოლოს აი გადაცემის ბოლოს მინდა ესეთი რამე გავაკეთო ყველა გადაცემაში ვაკეთებ უკვე ამ ბოლო დროს ეს ეხება ჩვენს და იარახან აქ არის მინდა გამოვიყენო რაღაცა ერთად გავარჩიოთ ჩვენს ცდილობას რომ ივნისის დასაწყისში შევკრიბოთ ემიგრაცია და რაღაცა სხვა ნაირი კომუნიკაცია ავაწყოთ და სხვანაირად დავალაგოთ ეს სიტუაცია იმედია გამოგვივა და მე მინდა აი უბრალოდ რაღაცა რიგი ვარ ჩვენო აი ეს არის ბრიჯის ხიდები Facebook-ი გამოიწერეთ ყველამ მისდიეთ მას აქ იქნება ინფორმაცია ხუთშაბათს უკვე იქნება ვებსაიტი ცოტა ხანი ეგრო დაინახო ხო ვებსაიტი რომელიც სადაც უკვე რეგისტრაციის მოხდენა შეიძლება მოწერა შეიძლება როგორ გინდათ მონაწილეობა და ასე შემდეგ ეს შედგება სამი ნაწილისგან რა პირველი არის აი ეს სამი ფერადი სვეტი რომ არის პირველი არის მუსიკა ამას აკეთებს აჩქო გულეძანი აგერ ჩანს open air-ი მის credibility და გამოცდილება open air-ი წლების განმავლობაში ამას აკეთებს და ეჭვი არავის არ აპარება ეს არის მესამე სვეტი სპორტი და მას დავარქვით თუშის კახათილიძის ტურნირი და მე მგონია რომ ეს არის უდიდესი პასუხისგებლობის აღება ჩვენ თავზე იმიტომ რომ მე მაგალითად ესეთი მიდგომა მაქვს რომ ეს ტურნირი რომელსაც ჩვენ ასე ვთქვათ გავთავხედვით და მართალია შეთანხმებით მისთანაც საჭიროა ოჯახთან და ასე შემდეგ თუშის ტურნირი დავარქვით ეს ვარ გამოვიდეს იქნება უდიდესი სირცხული თავი არ გამომეყოფა საერთოდ ამიტომ ყველაფერს ჩავდებთ იმისთვის რომ გაკეთდეს და ძალიან კარგად მინდის სხვათა შორის იქნება ფეხბურთი, იქნება კალათბურთი და უკვე ერთი მხრივ ის არის, რა ქვია, ია საოცარი არის, ჩემთვის იყო შოკი, რომ რაზე ეცე ლაპარაკი? 8 გუნდი იქნება, 12 თუ 16 და 16 გუნდი ქართველებისგან შემდგარი. ესე იგი, მართლა რაღაცა უბედურება გვჭირს, რამდენი ხალხია აქეთ წამოსული. წარმოგიდგენია, რომ 16 გუნდის შედგენა შეგვიძლია აქ რა. ძალიან მაგარი ამბავია. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება დიასპორის ყველაზე დიდი შეკრება. შეერთებაში რაც ხო. რაც თავარია, ია, შენ რაშიც ხარ ჩართული დისკუსიები ძალიან მნიშვნელოვანია. დისკუსიები იმაზე, რაც თქვათ გვახსენებს იმას რა გზა გამოიარა, თქვათ საქართველოს რა გზა გამოიარა საქართველოს ამერიკის ურთიერთობებმა, როგორ შეიძლება ეს გამვითარდეს, თქვათ მედიაზეც იქნება ერთი პანელი, რომელზეც მედიის როლზე იქნება საუბარი, რომ რა როლი აქვს, რა ვიცი, თავისუფალ მედიას იქნება ეს თუ ზოგადად მედიის არსებობას ქვეყანაში. იქნება ასევე დისკუსია სტუდენტებთან. ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგად წავიდა სხვათა შორის უნდა თქვა არ გითქვია ჩვენ მოუწოდა ნათია სირაბიძემ რომელიც არის აი ამ სტუდენტური პანელის წაყვანდა რომ ვოლონტიორები გჭირდებაო და ჩემდა გასახარად და საკრულოდ უამრავი ასე ვთქვათ ინტერესი გამოიწვია და ეხლა ნათია იმაზე ფიქრობს რომ როგორ ორგანიზო რომ ამას აუვიდე ყველაფერსო იმიტომ რომ ესე იგი ხელი ჩაწერა ამის გამოდი არ გამოდის და რაღაცა პროგრამულად უნდა გაკეთეს ეს ყველაფერი რა ძალიან გასახარებია. ბიზნეს პანელი ანაცხოვრებოა და მანდაც უკვე ესე იგი დაინტერესება ქართული ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ, ქართველები, რომლებიც ამერიკაში აკეთებენ ბიზნესს, ამათი შეხვედრა, გაცვლა, გამოცვლა, გამოცდილების ინტერესის მომავალი პროექტების მე მგონი ძალიან საჭირო და საინტერესო და ძალიან ია მეორმიშვილი, რომელიც მოიაზრება ერთ-ერთი პანელის ჩემი აზრით ყველაზე მთავარი პანელის აი ესეთი რამე აიღო ამ თავის თავზე კურატორად, იმიტომ რომ იცი რა, ეს არის ინგლისურენოვანი პანელი. მოდი გულწრფელად ვთქვათ, ამერიკაში როდესაც ტარდება ქართული ღონისძიება და ის ნაწილი, სადაც ინგლისურად იქნება ლაპარაკი, ეს არის სწორედ ის მესიჯი, რომელიც ჩვენ გვინდა რომ მივიტანოთ იქამდე სადამდეც გვინდა მივიტანოთ რა და ნუ რა ვიცი ძალიან მნიშვნელოვანია რა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფიქრობ დროც კარგია ფიქრობ რომ ამ დროს სკოლა დამთავრებული იქნება ძირითად შემთხვევებში და ბავშვებსაც შეეძლება წასვლა თქვათ იქ რაღაცა სტუდენტებს შეეძლება წასვლა კონცერტი ცალკე ერთმანეთის გაცნობა რაც ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე
რომ დიასპორამ დაინახოს ის, რამდენად დიდია და რამდენად ძლიერია ერთად. და საბოლოო მესიჯიც ალბათ ეგ არის. ეს არის ამ ღონისძიების, რომ დიასპორამ დაინახოს საკუთარი ჯერ ერთობა და მერე სიძლიერე. არა მე რა არის, მე ძალიან მწყდება გული, რომ ის ქართველები, ძირითადად ქართველები უმეტესობა იმ საქმეს არაკეთებს, რომლისთვისაც მოწოდებული გაცილებით დაბალ და უინტერესო საქმეს აკეთებს, ჯერჯერობით, სანამ ფეხი მოიკიდეს, ვიდრე რეალური პოტენცია და რეალური შესაძლებლობა აქვს და ესეც უნდა იყოს ურთიერთდახმარება, რომ რაც გვეკუთვნის და რაც შეგვიძლია თითოეულ ადამიანმა ის გააკეთოს, ამერიკასაც თავისი მიაგოს, პატივისცეს, ჩაეწეროს ამ სიტუაციაში. ეხლა ერთი მინდა აი გაგიზიარო ჯერ ესეთი შეკითხვები. ჯერ ერთი ძალიან მიყვარს ქალბატონი ირას მოსმენაო, გწერენ. მადლობა. აი ესეთი მეორე მან კულტურა დავინახეო და იქნება რამე გითხრაო და კი იქნება კულტურის შესახებაც პანელი, აუცილებლად, იქნება ისტორია და ნუ რა ვიცი, აი ჯერჯერობით ეს 4 უკვე დადასტურებული რომელიც არის იმას ვაცხადებთ და ნელა-ნელა მოყვებით და იყო გადაცემები აი ესეთი მთავარი კოორდინატორი ამ პანელის არის გიორგი ლაბაძე და გიორგი ლაბაძემ გააკეთა ბიზნეს პანელის წარდგენა ანა ცხოვრებოვანასთან ერთად გიორგი ლაბაძემ გააკეთა წარდგენა განათლების პანელის იქნება წარდგენა აუცილებლად მედია პანელის და ია როდესაც ჩათulis საჭიროთ აუცილებლად იქნება გიორგი და ია წარადგენენ იმ პანელს რომელსაც ია ხელმძღვანელობს უბრალოდ ამას რაღაცა შეიპი და ფორმა ჭირდება იმისთვის რომ ზუსტად ავთქვა მაგრამ ნუ მთავარი აქ ის არის რომ თარიღი დაიმახსოვროს ნუ თარიღი გვახშოვდეს ღონისძიება შედგება ღონისძიება წარმატებული იქნება და ვფიქრობ რომ ამით რაღაც საფუძველი დაედება ყოველწლიურ რაღაცა ფესტივალს ქართული დიასპორის. ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი ამბავი. მაგრამ აი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის რომ 6-7 ივნისი იქნება ჩაიწეროთ, დაიმახსოვროთ, მოინიშნოთ კალენდრებზე. და პრინსტონის უნივერსიტეტში ესეც ალბათ უნდა ვთქვათ, რომ პრინსტონის უნივერსიტეტში ტარდება ეს ღონისძიება, არა მხოლოდ პრინსტონში ტარდება, ზოგი იქნება უნივერსიტეტში, ზოგი სხვაგან. ხო, ეს პანელური დისკუსიები იქნება უფრო მეტად ალბათ. უნივერსიტეტში იმიტომ რომ პრინსტონი არ არის ესეთი უბრალო ადგილი, არც ამერიკისთვის და არც სოფლიოსთვის. რა თქმა უნდა. ასე რომ ჩაიწერეთ 6-7 ივნისი პრინსტონში ნიუ-იორკში, ფილადელფიაში, პენსილვანიაში, ნიუ-ჯერსიში მცხოვრები ადამიანები მგონი მარტივად შეძლებენ და ალბათ მათთვის უფრო მარტივი იქნება, თუმცა ვფიქრობ, რომ ასევე სხვა შტატებიდანაც ჩამოვლენ დიასპორის წევრები მონაწილეობის მისაღებად. დიდი მადლობა, ასე ჩვენ განვიხილეთ ტრამპმა 100 დღე გადათვალა და ჩვენ 7 ივნისს ვიწყებთ ჩვენ ათვლას ჩვენი დღეების იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად. თავარია უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, იმიტომ რომ სხვანაირად ძალიან რთულად იქნება მთელი მსოფლიოს საქმე, მათ შორის ამერიკისაც. აბსოლუტურად. დიდი მადლობა. აბა დროებით. დროებით. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებდა. დროებით.